მოგესალმებით, თქვენ ვიყოფებით არქსი კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი, ვაგრძელოთ PHP გაკვეთილებს. ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ შეგვიძლია PHP-ს გამოყენება საიტის დარეფრეშების გარეშე და თუნდაც თვითონ PHP ფაილში მთლიანი კოდის დაწერის გარეშე. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთოთ ისე, რომ HTML-ს და JavaScript-ის დახმარებით დაუკავშირდებით PHP ფაილებს, რომელიც აქ ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ეს ცალკე ფოლდერი შექმნი და აქ შევქმნი PHP ფაილსაც. ეს გაკვეთილები რამდენიმე ვიდეო იქნება, ამიტომ ჯერჯერობით გავაკეთებთ get requests. ანუ get request-ი არის, როდესაც რაღაც მონაცემების მიღება გვინდა ჩვენ back-იდან. და თანაც თუნდაც PHP-ში რომ ვაკეთებდით მაგალითად ფორმებთან კავშირს, აი იქ იყო თუ გახსოვთ get request-ი და ამისთვის თუნდაც get-ი გაგვიკეთებია და მონაცემები გაგვეგზავნა და მერე მithumetes მიღებაზე იქ უფრო პრობლემა არის და აქედან უფრო მარტივად არის მონაცემების მიღების ამ get request-ის დროს. ამ დროს აუცილებელი იყო რომ გვერდი დარეფრეშებულიყო. ამ შემთხვევაში ჩვენ გვერდის დარეფრეშება და არც აუცილებლად form tag-ები აღარ მოგვიწევს. იმიტომ რომ ყველაფერს დავწერთ HTML-ში. მოდით დავიწყოთ და თან გავერკვევით. აი ნახეთ, მაგალითად, ჯერჯერობით მოდით უბრალოდ მივიღოთ მონაცემი. თქვათ, input-ი გავაკეთოთ, რომელსაც მე გამოვიყენებ. ID იყოს თქვათ name-ი და მოდით გავაკეთოთ ბუთონი. თქვათ, info ერქვას და on clicks-ზე თქვათ გავაკეთოთ get info თქვათ. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, JavaScript-ში გამოვაცხადოთ, აქ დაკავშირებული მაქვს უბრალოდ JavaScript-ი, function function get info და როდესაც ამას გამოვაძახებთ, პირველ რიგში მოდით დავწეროთ კოსოლოგიან alert-ი, რომ ნამდვილად მუშაობს, alert-ი იყოს. ეს ახლა აქვე მაქვს სერვერზე, დავაჭიროთ info-ს, alert-ი მუშაობს. კარგით, ეს ანუ მუშაობს. ანუ მე აქედან მინდა დავუკავშირდე PHP ფაილს, რომლითაც მივიღებ რაღაც მონაცემებს, შემდეგ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ input-ში ჩაწერილი მონაცემი გავატანო და ამის მიხედვით მივიღო კიდევ ახალი მონაცემი. ამისთვის მოდით PHP-ს რაღაც ფაილს მაგალითად info.php გავაკეთოთ და აქ უბრალოდ გავაკეთებ ჯერჯერობით echo და რა ვიცი, ნებისმიერი ტექსტი. ან მოდით ამ შემთხვევაში ინგლისურად დავწეროთ და შემდეგ გავთვალოთ თუ რამე ქართულზე. Name is თქვათ, უცნობი სახელია, აქ PHP აუცილებლად გვჭირდება. ეს უცნობი მგონი ასე არის წერება, მაგრამ მოდით ასე არა უშავს. აქ წერტი მძიმე. მოკლედ, ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ამ PHP-ზე რომ შევიდეთ, ეს დაიბეჭდება რა. ანუ ეს ეწერება. მოდი ვცადოთ. ანუ ეს ხომ არის request-ი info არა PHP ფოლდერი ყოფილა და PHP ფოლდერში info PHP. name-ი არის უცნობი, თქვათ, ასეთი წარწერა დაგვხვდა აქ, ხო? მოდით დავაახლოვოთ. და ეს კი არის აქ info PHP-ში, მაგრამ მე ამის მიღება მინდა ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, აი თვითონ ამ HTML ფაილში, რომელიც მაქვს. ამისთვის თუ არიცით, თქვათ, get და post request-ი JavaScript-დან, მაშინ ამისთვის JavaScript გაკვეთილები ნახეთ და თუ იცით, ორნაირად შეიძლება თვითონ fetch-ებით, რომ რაღაც მონაცემები back-დან მივიღოთ და შეიძლება ასევე რაღაც მაგალითად სხვადასხვა პაკეტებით. ახლა მე ჩვეულებრივ fetch-ს გამოვიყენებ JavaScript-ის fetch-ს, რომელთვისაც
დამატებითი პაკეტები არ დაგვჭირდება. აი, დავწერ fetch და რადგან ახლა get request-ი არის, უბრალოდ დავწერ მისამართს. საიდან მინდა რომ თქვათ აქ ჩაწერილი მონაცემები მივიღო. ეს მონაცემები მე მინდა მივიღო, ამ შემთხვევაში ეს info ფაილი მაქვს აქვე რა. ნუ, რადგან აქვე მაქვს წერტილი დახვრილებას დავწერ რომ სერვერზე აღიქვას, შემდეგ დავწერ ფოლდერის სახელს, შემდეგ დავწერ ესე იგი slash დახვრილებას და შემდეგ დავწერ სახელს info.php. ამ შემთხვევაში უკვე fetch request-ი უნდა გაიგზავნოს წესით ამაზე დაჭერისას. დავარეფრეშოთ network-ში, ნუ console-ში ეს error-ი არაფერს არ ნიშნავს. Info-ს რომ დავაჭერ, აი network-ში ჩანს რომ request-ი გაიგზავნა. და შედეგიც დაბრუნდა name is unknown. კარგით. ეს შედეგი დაბრუნდა, მაგრამ ნუ ამ შედეგი რომ გადავიყვანო და ტექსტში, ამისთვის დამჭირდება, ნუ შემიძლია სხვანაირად გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად zen-ს გამოვიყენებ. შეიძლება ასინქრონული ფუნქციითაც ამის გაკეთება. ნუ ასეთ რამეები უკვე JavaScript-ის კურსში ნახეთ და იქ განვარცოთ უკვე ამის გამოყენებას, ანუ ეს ნაწილი მაინც JavaScript-ს ეხება. ანუ აქ შედეგი მივიღე, ამ შედეგის გადაყვანა ამ შემთხვევაში მჭირდება ტექსტში და ასეთი მეთოდით შემიძლია ეს. თუ დამჭირდება JSON-ში, ამას შემდეგ ვიდეოში ვნახავთ, მაშინ JSON-ში გადავიყვათ, მაგრამ JSON-ში გადასაყვანად PHP-დანაც შესაბამისი JSON-ი უნდა დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში რადგან ტექსტი ბრუნდება, ამიტომ ტექსტში გადავყავს. და როდესაც ეს ტექსტში გადაიყვანს, უკვე მეორე ზენით, ანუ ეს ზენი უბრალოდ დალოდებას აკეთებს, ანუ მონაცემები რომ მიიღო, დაელოდა, გადაიყვანა ტექსტში და ახლა აქ მაგალითად რაღაც data ან უკვე ტექსტი, შეგვიძლია ასეც დავარქვათ, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ტექსტი, ანუ ეს პარამეტრია უბრალოდ შეგვიძლია ასე ფუნქციაში, როგორც გვინდა, ესე გამოვიყენოთ. მაგალითად console-ში რომ დავწეროთ ეს ტექსტი, იქნება ის ტექსტი წესით, რაც info PHP-ში დაიბეჭდება. აბა ვნახოთ. დავაჭიროთ info-ს და ბრუნდა ეს ისევ ანუ აქ უყურებ ამ შემთხვევაში request-ებში, მაგრამ console-შიც უნდა დაიწეროს, უბრალოდ დავარეფრეშოთ, თორე ისე არ აღიქმება. აი როგორც ხედავთ, ეს name is unknown, თქვათ უცნობი დაიბეჭდა. ანუ გადავიყვანეთ ტექსტში, ეს მეთოდი ამას აკეთებს და შემდეგ უკვე ავდექი და დავბეჭდი. კარგით. ამ შემთხვევაში მოკლედ გავაკეთე ესე იგი მონაცემების მიღება. ახლა აი ამ JavaScript-ში მე შემიძლია, როგორც გითხარით, რომ ამ input-ში ჩაწერილი მონაცემები გადავცე ისე PHP-ს, რომ საერთოდ ფორმა არ გამოვიყენო. თავარია თქვა რამე input-ი მქონდეს, აი რასაც მინდა იმას გადავცე. ახლა ამ შემთხვევაში ამ input-ის ში ჩაწერილი მონაცემები თუ მინდა გადავცე, მაშინ აუცილებელია რა თქმა უნდა, რომ ამის value მივიღო ამ input-ის. აი აქ რაღაც სრულად გამოვაცხადებ, უბრალოდ თქვა let name input-ი და რომელიც უდრის document query selector-ი. შემდეგ იქ მოგონი ID-თ მქონდა name-ი, აბა ვნახო, ID-თ მაქვს name-ი, ამიტომ ასე მივიღებ და შემდეგ name input-ი მე რადგან ამ შემთხვევაში get request-ს ვაკეთებ, უნდა გადავცე შემდეგნაირად რა. ნუ ამას მოდით ასეთ ბჭყალებში ჩავწეროთ, სვლადები მარტივად გადავცე. და აი ასე ერთი წამით აქ ზედმეტი ბჭყალი მაქვს უბრალოდ, იმიტომ არის პრობლემა. და get-ში მოკლედ ასეთ რამეს ასე გადავცემ რა, კითხვის ნიშანი, ესეც JavaScript-დან შეიძლება უკვე იცით, ანუ ეს query პარამეტრებია. და როგორც გითხარით, მარტო fetch რადგან წერ, ეს არის ესე იგი ავტომატურად get-ი. და ამიტომ ვატან ამ query პარამეტრს. ანუ ამ შემთხვევაში query პარამეტრს მე რასაც დავწერ, აქ თქვათ names. აქ რასაც დავწერ, ამ key-ით მივიღებ რა თქმა უნდა PHP-ში. ამიტომ ეს არის მთავარი, აქ names რასაც დავწერ და შემდეგ აქ შემიძლია მივანიჭო უკვე ცვლადი სახით რა. აი ასე ცვლადი სახით, თქვათ ამ name input-ის
value. ანუ იქ იმ input-ში ჩაწერილი value. თუ მინდა კიდევ სხვა რამე გადავცე ანალოგიურად დავწერ დაოპერატორს მაგალითად user ID უდრის 4-ს და ასე შემდეგ რა. აქ შემიძლია გავაგრძელო ასეთი რამეები. ამ შემთხვევაში მოდით ეს დავტოვებ უბრალოდ და name ესე იგი ამ info PHP-ში ჩვენ მივიღოთ, ანუ ეს რასაც ჩავწერთ, ეს name მივიღოთ info PHP-ში და დავაბრუნოთ. ამისთვის ვაცხადებ ცვლად ნებისმიერს მაგალითად names და get request-ის დახმარებით, რომელიც უკვე ვიცით, ანუ slash-ი უნდა აქ პარამეტრებში ვუწერთ იმას, რაც აქ გადავეცით, ანუ ამ names. თუ user ID-s მიღება გვინდა, მაშინ user ID-ს დავუწერთ. ამ შემთხვევაში names დავუწერთ რა. ჩავწერთ აქ names და ანუ ჩვეულებრივად როგორც ფორმიდან მივიღებდით names, ისევე ვიღებთ აქედანაც get-ის დახმარებით, რადგან როგორც გითხარით, აქედან ავტომატურად get-ი იგზავნება. კარგით. ახლა ამ names უბრალოდ დავპეჭდავ რა, ამ უმქნოს მაგივრად. ნუ აქ დაშორება, წერტილი name. და ანუ ეს ამ ცვლადის დახმარებით დააბრუნებს names. ეს ახლა ისეთი არაფერი არ არის სერიოზული, სატესტოდ არის. და ანუ შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა რამებში. ნუ აქაც name-ის გიორგი დააბრუნა და ანალოგიურად დააბრუნებდა აქაც. ანუ header-ში რომ ნახოთ, რა თქმა უნდა, გაყვარო name უდრის გიორგის user ID 4-ს და შესაბამისი მონაცემები ამ შემთხვევაში ასე სატესტოდ დავაბრუნეთ. როგორც გითხარით, მე ვთქვათ JSON-საც დავაბრუნებთ და ამ name-ების მიხედვით, ან რაღაც ნებისმიერი რამის მიხედვით, თქვათ კატეგორიის მიხედვით და ასე შემდეგ, ხდება ხოლმე ძირითადად ფილტრები. ამ get request-ები ასეთი დანიშნულებით გამოიყენება და აქ შეიძლება გადაცეს პარამეტრები, მაგრამ აქ სერიოზული პარამეტრები არ გადაეცემა, როგორც post request-ზე არის, თქვათ user-ის მონაცემები და ლოგინებაზე და რაღაც. ეს უკვე განვიხილეთ, რომ ასეთ რაღაცეები get request-ზე არ გადაეცემა. მაგრამ მცირე რაღაცეები, თქვათ ფილტრაციის პარამეტრები, როგორც გითხარით, შეიძლება აქ გადაეცეს. კარგით, ამ ვიდეოში სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ ვიდეოს და ამ request-ებზე უფრო მეტ რამეს განვიხილავთ, ჯერ get-ზე და შემდეგ უკვე post მეთოდზეც. მადლობა ყურადღებისთვის, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ ან მომწერეთ, ნახვამდის.